მოვედი ჩემს სტუმართან, ნათიასთან, სხვათა შორის, რომელსაც არ უყვარს ინტერვიუები, არ უყვარს საკუთარ თავზე საჯარო საუბარი და მითხრა რომ ამ სივრცეს ენდობა, ჩემს სივრცეს ენდობა და ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ მოგიყვებათ ისეთ რამეს, რაც თქვენ მოგცემთ ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას, ხო და მაგრამ ძალიან მიხარია რომ სტუმარს მობასწარია, კუთხეს ფოტოებს გადამიღებ, მიყვარხარ. კაი, ორი ლუკმა უნდა ვჭამო, რო ავჭამო ვერაფერს ვერ წავიყვან. რა ლამაზი ხარ? კაი რა. რეფორმა. ყველა ჩავხდა შენთვის რომ დაგაც. ძალიან ხარ, როგორ ხარ? კარგა. ხო, რუსთაველზე ხედავ ხოლმე. იქ სადაც საჭიროა. ცოტას ნერვიულო. რას ამბობ? იმიტომ რომ მე შენს პოზიციაში ვარ სულ და გახსნა მიჭირს. არა, ეს ახლა ისეთი მარტივი იქნება. მგონია რომ არაფერი განსხვავებული იმაზე მეტად არ იქნება, რასაც არ ვიცი. შეიძლება შენს უახლოეს და ძალიან ისეთ მეგობრს უყვები. ისაც არ მოგიყვები. რა? თუ კიდე მოგიყვები, მაგრამ მე მინდა რომ ვთხოვო ყველა ბავშვს, ყველა მოზარდს, ყველას, ვინც გარდატეხის ასაკში ხართ და არა მხოლოდ. ვინც ცხოვრობთ საერთო საცხოვრებლებში, ვინც ფიქრობთ რომ ღარიბები ხართ, ვინც ფიქრობთ რომ თქვენ ცხოვრებას პერსპექტივა არ აქვს. განსაკუთრებით გოგოებმა მინდა რომ ამ გადაცემას უყურონ, ვინც ფიქრობთ რომ ცხოვრება მხოლოდ რაღაცა მუქი ფერებია და რაღაც წინ ვერაფერს ვერ ხედავთ, მინდა რომ დასწრებდეთ ეკრანთან და მე თქვენ საპირისპიროს დაგიმტკიცებთ. მინდა რომ ეს გადაცემა თქვენთვის იყოს სამოტივაციო და მიხვდეთ რომ გამოსავალი არსებობს ყველაფრიდან და განსაკუთრებით ბევრმა ბავშვებმა მინდა უყუროთ ამ გადაცემას. რომ ამ ჩვენმა მაყურებელმა შენს ნამდვილ ამბავში ამოიცნოს იმედი და საკუთარი თავის პერსპექტივა. ის კი არა რომ რაღაც ამოიკითხავს ვიღაცაზე, ვისაც კი მისთვის შორეული სათხაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, არამედ არა, აი აქ შენ ქართულად მოსაუბრე გოგო. ყვები იმას რომ საერთო საცხოვრებელში რაღაც უმძიმეს კრიზისებში გაიარე და დღეს ხარ იქ სადაც ხარ. დავიწყოთ აფხაზეთიდან. მე მგონი ემოციურს გამხდი და არ მინდა დღეს რომ ემოციური ვიყო, მაგრამ კაი ნახოთ. აჰა. ისეთი პატარა იყავი, როცა იქიდან წამოხვედი, რომ აფხაზეთი შენ არ გახსოვს. აფხაზეთი არ მახსოვს, წამოვედი, როცა როგორც ვიცი, 2 თვის ვიყავით და ჩემი ძმის დაბადების დღეზე დაიწყო ომი. დედაჩემი აწყობდა ნამცხვარს და დაუვარდა ეს ნამცხვარი და რაღაც ბომბები და რაღაცები დაიწყო და ამ ჩასვლაზე ამერიკაში ეხლა უფრო ბევრი ვესაუბრე. აი საცხოვრობდით, მე მომიყვა ქუთაისში როგორ გადავედით, მე აბაშაში, მე უკან დავბრუნდით ქუთაისში და ძალიან რთული პერიოდი იყო, რაც აქამდე მომიყოლია, სადაც ანუ საქართველოში არსად არ იყო საჭმელი ჩვეულებრივად და ბოლოს გადაწყდა ისე რომ წავიდა მე მგონი ქუთაისში და კითხა რომ ეს ბავშვები თუ არ შეგიძლიათ თქვენ აქთან გაიყვანოთ მე დაგიტოვებთ ამ ბავშვებს და თქვენს წინ მოკვდნენ, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვაჭმევო. და მაგის მერე როგორღაც ჩავედით რუსეთში, მამა ჩემი იქ მუშაობდა train conductor. და იქ დაიწყო ახლიდან ცხოვრება, სადღაც კურსკში ვიყავით, მოგვცეს ბინა, დედაჩემი რაღაცებს სულ კერავდა, კიდე მასწავლებელი იყო, ასწავლიდა ძალიან განათლებული დედაჩემი და თან რაღაც ჩვენივე უბანს ხვეტავდა, რომ აი ეს ბინა რომ მოეწევთ და ნელ-ნელა რაღაცნაირად რამოდენიმე წლის მერე ავდექით ფეხზე. რამოდენიმე წელი რამდენია? სადღაც 4-5 წელი, აი ბოლოს მახსოვს რომ როგორც რაღაც ბინაში მქონდა ავეჯეთ რაღაცები და ნორმალურად ვიყავით. მერე დედაჩემმა გადაწყვიტა რომ დაბრუნებულიყო საქართველოში. ამ დროს იპოვა თავისი ოჯახი, ვინც დაასახლეს რესპუბლიკურ სამწყობოში, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრამა მოყვა. დედაჩემის ძმა ბიძაჩემი ეგონათ რომ გარდაცვალებული იყო, იმიტომ რომ მე მგონი 8 თუ 9 ტყვია მოხდა. მე ბებიაჩემი ეძებდა სულ ძლივს იპოვა, ბაბუაჩემიც ომში იყო და აი ძალიან რთული სიტუაცია ჰქონდათ მაგათ და თან დედაჩემი წამოვიდა. ჩვენ სამნი ვიყავით. მე ჩემი ტყუპისცალი და ჩემი ძმა და თან თავისი დადაცმა წამოიყვანა პატარები. ანუ 5 ბავშვთან იყო. და მახსოვს მე რომ პირველად ჩამოვედით ჯერ საქართველოში და აი
ახლიდან გავეცანი ყველას, იმიტომ რომ არავინ არ მახსოვდა, არც 5 წლის ხარ. კი, 5 წლის ვართ, 6-ის გავხდით, რომ უკვე აქ გადმოვედით. ქართული არ ვიცოდი. და მახსოვს, აი, ოდნავ შეშინებული ვიყავი, მაგრამ აი ამდენი ხალხი რო დამხვდა, ჩემი ოჯახი, საინტერესო იყო და რაღაც ხიარული პერიოდი მახსოვს. საინტერესო დეტალია, რომ რუსეთიდან დედა მაინც საქართველოში წამოსვლა ამჯობინა, იქ უკვე ბინა მიღებული გაქვთ, იქ უკვე ავეჯიც კი გაქვთ ბინაში და მაინც რაღაც საერთო საცხოვრებელი არჩია, რატო? მე მგონი ისეთი რთული იყო დედაჩემისთვის მარტო, აი სამი სამსახური, სახლში მარტო და თავისი მშობლები მაინც ერთად გვინდოდა ყოფნა და ოჯახი არჩია რა. ოჯახი და აი ერთად გამოვძვრებით ესეთი ის იყო და როგორც ჩამოვიდა დაიწყო მუშაობა ზურაჟვანიასთან, მე პარლამენტში მუშაობდა და ჩვენ 6-დან 12-მდე გავატარეთ ეს პერიოდი რესპუბლიკურ სამწყობოში. საერთო საცხოვრებელში. კი. დევნილებისთვის. მე-10 სართულზე ერთ ოთახში ჯერ ძალიან ბევრი ვიყავით. რამდენი? მე მგონი 12-დან 14 კაცი იყო. მე რამოდენიმე გამოვიდა დერეფანში ცხოვრობდნენ. იქ რაღაც გადაკვეთილი იყო რაღაცებით, ფარდები და რაღაცები. და მე აი ეს ბიძაჩემის მხარე ჩავიდა მეორე სართულზე და ესეთი ის იყო სიტუაცია, რომ აი ყველა სართულზე სხვადასხვა ოჯახი ცხოვრობდა და იცოდე აი რაღაც მეორე სართული იყო, მესამე სართული იყო, სადაც ყოველთვის კრიფდებოდით და მე რა შენი ამხანაგები მერვე მე-10 და აი გარედან ეძახი, სულ ჩადიხარ და ხან იქით შევარდები, ხან იმათ პალატაში და ყველას თავისი სახლი აქვს რა ამ პატარა პალატაში. სანამ ოდნავ არ გავიზარდა, ვერ ვიგრძენი რომ რაღაცა ძალიან გვიჭერდა, რაღაცა ისეთი ხდებოდა. როდის მიხვდი? რომ ძალიან გიჭერდა. როცა უკვე სხვა გარემოში მოხდი. სხვა გარემოში მანამდე ვიდრე იყავი იმ გარემოში, რომლებიც ყველდევნილები იყვნენ, ამას თვლიდი ნორმად და როგორც კი გახვედი შენი სოციუმიდან, უკვე მივხვდი, რომ არ იყო ის ნორმა, რაშიც იზრდებოდი. და აი რომ ხედავდი თქვა სხვა ბავშვები რას იცმევდნენ და აი რაღაც ბრიტნი სპირსი მაშინ ძალიან მოდაში იყო და აი გოგოები უკვე მელირებას იკეთებდნენ ან რაღაცა cool რაღაცები ქონდათ სულ და მე მივხვდი რომ აუ ეს მეც მინდა და მეც მინდა რომ ესე მეცვას და ის რა მაგარია და ის ჩემზე მაგარია და კომენტარებიც იყო სულ ჩვენზე რომ რაღაც ანუ ერთ იგივე გვაცვია ან ყველა რო ლანჩზე გადის და რაღაცებს ყიდულობს ჩვენ ვერ ყიდულობდით და მაშინ მივხვდი რომ რაღაც ამ კომენტარებში და ამ რაღაცებში რომ ჩვენ რაღაც იმაზე ვართ on the bottom არის რაღაც მომენტები, როცა აი ძალიან ისე მახსოვს, აი ბუტერბროდებს ბირო მომქონდა რაღაც ეგეთი, თქვა კარაქიანი პური ან რაღაც ეგეთი, აი სულ სხვანოდა რომ აი ეს უნდა ჭამო და სხვები კაფეთერიაში დადიან და ის იმათ უფრო კარგი ტანსმელი აქვს და როცა სურათებს გიღებდნენ რომ შენ აი ისეთი ლამაზი არ ხარ, გაპრანჭული უფრო ლამაზი ყველა არის, მაგრამ აი გაპრანჭული რო არ ხარ და მაგაზე ხო რაღაც და ჩემს სულ ვახვეწებოდი რომ აი გთხოვ ხო დავკვირდი რომ რაღაც ლილოში წაგვიყვან და რაღაც შლაქსებს გვიყიდი რაღაც ჯინსებს მაშინ იყო მოდაში და აი სულ ვაწვალებდი და ვერ ხვდებოდი რომ უჭირს დადას და მე ყველაფერს მივხვდი რა რამდენი წლის მივხვდი 9-დან 12-მდე მაგრამ თან საინტერესო ის არის რომ ეს ყველაფერი დაბლოკილი მაქვს რა და ოდნავ დავიწყებული აი იმ მოგონებებში ძალიან იშვიათად შევდივარ და მე მახსენდება რომ ვაუ ან რუსეთის რაღაცები მახსენდება და იქაც ყველაზე ცუდი ის არის აი ეს პროგრამაში მახსენი რომ ტოვილ ბავშვებთან გასაუბრა. რთული ის არის რომ ამ დროს კი გესმის ყველაფერი და შენები გეცოდება, მაგრამ მაინც შენი თავი ყალიბდები როგორც victim. და ეგ არის ცუდი რომ აი ირგვლივ სულ რომ გესმის რომ აუ ესენი დევნილები არიან და რაღაცა დავეხმაროთ ან რაღაცა ვაჩუქოთ, ხო? აი თავიდანვე სტიგმა მქონდა. თან დამწრობა მაქვს მე და ამ დამწრობაზე დაიწყო თავიდანვე. 3 წელი მქონდა და აი ეს რომ გესმის, მე რაღაც იჯერებ რომ შენ ხარ ნაკლები ამაცა და აი სოციუმში ყველა რომ აი ესე გიყურებენ ხო რომ რაღაცა გჭირს. არ არის ესა და მე ეს გაზიანებს, იმიტომ რომ მე ეს ყვება და სულ რო კარგად არის აი დღესაც რამდენი წელი რაღაც გამოვწვევი უკვე და სულ მაინც იმის შიში მაქვს რომ და რაღაცას ველოდები რომ ცუდი მოხდება ან მაინც იქაური ის უყვება სულ ხო იმიტომ ხარ რომ ამ ყველაფერს დაუდისტანცირე და არ გადაამუშავე აი რო გადაგემუშავებინა იქნებ სხვანაირად მიიღო შენი ის შენი პატარა inner child რომელიც დაზიანებულია რა ამ ტრაუმებისგან 18 წლიდან ვმუშაობ ფსიქოლოგთან იმიტომ რომ აი ზუსტად იმ გადატეხვის ასაკში რაც მოგიყვები ახლა მივხვდი რომ ისე ცუდად
მიდის ჩემი შინაგანი მდგომარეობა, რომ თან არავინ ამას არ ემჩნევს, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაცა ძალიან ცუდი რომ არ მომხდარიყო, უნდა წავიდე და აი რაღაცები გავიმუშავო. მე რაც მჭირს არის დისოციაცია საშინელი და თერაპევტთან თან 5 თუ 6 გამოვცვალე უკვე. ანუ 18 წელი უკვე ძალიან დიდი ხანი მუშაობდა. ხან მე ვტოვებ, აი ძალიან რთული ხდება და მე გავდივარ, მაგრამ მე ისევ რეალობაში რომ ხვდები რომ რაღაცებს ვიმეორებ, პატერნებს იქაური, რაღაც ბავშვების თემები, მე ისევ მივდივარ და ეხლა ყოველ კვირა დავდივარ უკვე ძალიან ბევრი წელი და აი ყოველ ჯერზე როცა აი იმ ტრავმებთან მივდივართ ახლოს, ზოგჯერ შეიძლება აი მთელი კვირა ესე მოხდარა რომ ლოგინიდან ვერ ვდგები და აი საშინელი დისოციაცია მჭირს და მაგას ღიად ვამბობ და თერაპევტიც იცის რომ ამის ფონზე რაღაც გაურბივა რომ ვითომ აი საქმეები მაქვს და რაღაც განაღებები მაქვს, მაგრამ რეალურად დროშტებ ხო? ანუ შენი ძლიერი გოგოს როლიდან გამოსვლა არ გინდა. ხო, ანუ იმ პატარა ბავშვს უნდა ესაუბრო და იმ პატარა ბავშვთან სხვადასხვა თერაპევტებთან სხვანაირად მუშაობ. სხვა ტექნიკები ქონდა. ხო, სულ ორი იყო ძალიან რთული პერიოდი. ერთი იყო ლოს-ანჯელესში მქონდა ერთი დავალება, რომ 6 თვე არ შეიძლებოდა რომ ეს წასულ ვიყავ, იმიტომ რომ ჩემი თვითგადარჩენის მექანიზმი ყველაზე ადვილი და ყველაზე ისეთი რაც ყოველთვის ამართლებს არის რომ მე ვიმოგზაურო. და როგორც ფულის გაკეთება დავიწყე, აი სულ იყო რომ მე ვმუშაობ, მაგრამ 3 თვეში ერთხელ ან სულ ან სხვა შტატში ან უნდა გავფრინდა ის სადღაც და აი ამ რო გავდივარ, მე რაღაცა ყველაფერი ლაგდება და ერთხელ მქონდა ისეთი დავალება რომ 6 თვე არ შეიძლებოდა რომ მე წასულ ვიყავი და არანაირი არც dating, no friends, აი უნდა აი ამას უნდა შენ საკუთარ თავთან ცხოვრება უნდა გესწავლა მარტო. ისეთი რთული იყო და ისე დამანგრია რომ მაგის მე რაღაცები ერთმანეთს დაემატა. ამაშინ ჩავედი, აი უკრაინის ომი რო დაიწყო, ჩავედი პოლონეთში და ყოველ საზღვარზე მივდიოდი რომ დევნილების რაღაც ისტორიები ჩამეწერა და საერთოდ რა ხდება და როგორ და ეს მახსოვს რომ იქიდან ჩამოვედი და აი ვეღარ შევძალი უკვე ისეთი დეპრესია დამიმართა რომ ავიღე ბილეთი, ჩავედი მაიამიში, მერე მექსიკაში, მერე აქ ჩამოვედი და აი მაგის მერე ისე მგონია რომ არც გავჩერებულ ვარ და მერე ისევ რო გავჩერდი კიდე 6 თვით ისევ აი ისეთი დეპრესია დამეწყო, რაღაც ძალიან ბევრი აკნე და მოვიმატე და მერე მივხვდი რომ აი მირჩევნია მე გავიფირადო ეს ცხოვრება, რასაც აქ ვქმნი რეალურად. და ვიყო ბედნიერი ფესოვის პირველ სეზონში ესეთი კადრი მაქვს, ანუ ჩემ ტრავმაში შევდივარ და ჩემთვის ძალიან კრეატიული კადრია რა, ვიღაცა მელაპარაკება, Unfound-ში ვარ და ვიღაცა მელაპარაკება აი ამ ბავშვებზე, როგორ არ უნდა დატოვო და მე მონტაჟით ვდები მკაცრს, რაც გადავიღე, უკვე ამხელა ვარ და რესპუბლიკურში. არ ვიცი მაგას მაყურებელი მიხვდა თუ არა, მაგრამ იქ ყოფნა აი იქიდან რომ წამოვედი, ისე ვიგრძანი თავი, რომ ეგრევე რაღაც 1-2 საათი ვიბანდი, რომ ეს ყველაფერი დამივიწყებინა და მაგის მერე მეთქი არც მინდა აქ დაბრუნა პარას დროს. შიშის ფაქტორი გაქვს რამე? ანუ მაგ ემოციაში რომ შიში ჩვენ პატარა ბავშვს ჯერ ვერ ვხებულობ. აი ჩვენ ხო ყავს ძალიან ბევრი პერსონალები, ხო? აი ყავს 6 წლის ვიღაცა, 8-14 და სირცხულთან ხო არის ძალიან ბევრი რაღაცა დაკავშირებული, ხო? აი ეს მიუღებლობა და რომ რაღაცას ამტკიცებ მთელი ცხოვრება. ხო და მაინც მგონია რომ აი ის რაღაცები რაც მაშინ მჭირდა აი მე ვერ ვიღებ რა იმ რეალობას ჯერ და მაინც ვცდილობ რომ არ შევხედო. ანუ იმ რეალობას სირცხულით ყველა არ ახსენე, ანუ ეგ სახელი გაქვს დარქმეული? სირცხვილს ძალიან ვერ ვძვი და მე მგონი ამ წელს ან შარშან აი ბოლოს უკვე დავიწყე სპეციალურად აი კამერაზე მე ხო სულ რაღაცებს ვდებილობ და ანუ ეს ხო არ ვარ მე უფრო წნარი და სერიოზული ვარ უმეტეს დროს, მაგრამ ეს მხარეც მაქვს და ჩემ თავს დავაძალე რომ პირიქით ანუ არაფერზე არ შევარცხვინო ჩემი თავი და სულ რო აი ცოტა უცნაურად ჩანვარ ან ვიღაცა რაღაცას რო იტყვის აი ესეთი რო ვიყო აღარ მინდა და სპეციალურად მინდა რომ სხვებსაც დავანახო რომ შეიძლება შენი გიჟური მხარე დაანახო და იყო თავისუფალი შინაგანად. და ამას რომ ვებრძვი თუ იქ დავბრუნდები ან ხო იცი ვთქვათ რაღაცა დღის განმავლობაში რაღაცა გახსენდება და ეს რატო ვთქვი ეს ან ეს რატო ვიქცევი და სულ ჩემს ვაწყნარებ რომ ესე არ შეხედო პირიქით მოსულა ყველაფერი შეიძლება და რაც გინდა ის გააკეთეთ ვცდილობ რომ ემპათიით უყურო სულ რომ და ყველა რესპონდენტს ვისაც წერ
რა ვაგრძნობინო ის რომ შენ ხომ ეს ყველაფერი გადალახე იმ მომენტში ისე როგორც იცოდი, ეს იყო შენი დამცავის მექანიზმები და რეალურად აი სხვა ბავშვს რო შეხედო თქვა 12 წლის, 14 წლის, 9 წლის, აი როგორ შეიძლება რაღაცაზე გაუბრას და რაღაცაზე შეიმინგი გაუკეთო, რომ აი ესე რატო იქცეოდი, ან ესე რატო იმას შვებოდი, ანუ ეს ხომ რეალურად ჩვენი ბრალი ხომ არ არის, რომ ეგეთ რეალობაში გავიზარდეთ და მე მთელი ცხოვრება ეს მოგონებები და ეს პატერნები მოგზდევს. ამერიკაში რატო წახვედით და მაგალითად არ დაბრუნდით რუსეთში? როგორც ვიცი, დედაჩემმა თქვა, რომ იცოდა რომ ყველაზე ნორმალური მომავალი ალბათ ყველაზე კარგი ქვეყანაში იქნებოდა და დაცულ როგორც ამერიკა. დედაჩემი გაყვა მამაჩემს ცოლად, ჩემი მამა არის. ანუ მამას ეძახი? ჩემი მამაჩემი. ხო. აი უკვე მე ეძახობ რატო? მამაჩემმა რაც ჩვენთვის გააკეთა, დედაჩემი რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი რატომ მამაჩემთან აქვს უფრო ესეთი ძალიან დიდი პატივისცემა. ძალიან კეთილია და ანუ თავისი შვილები არ ყავს და მე სულ ვიძახი რომ ანუ სისხლით ყველაფრით შენიანი ვარ და ყოველთვის ის მომენტი მქონდა რომ ის ძალა რაც ჩემში ჩადეს რომ აი მინდა რომ იამაყოს. აი მე ვარ მამაჩემის შვილი და დედაჩემის რა თქმა უნდა და რაღაცა რომ make him proud. ჩემით რომ იამაყოს და თავისთავად რომ იამაყოს. და ეგ ხომ ძალიან რთულია, როცა ცოლი მოკავს, სამი შვილები თან მაგ დროს, თანდევნილები არიან, ყველა ისე უყურებს, რომ აუ რაღაც სამი შვილი და რაღაცა მოკავს და აი ყველანაირად მე რაღაც ფიზიკას გვასწავლიდა, მათემატიკას გვასწავლიდა და მოგცევით ისეთი კეთილია, რომ ხო არ ვიცი, აი ჩემი აზრით ყველაფერი მინდა რომ თან ანუ შეყვარებული არ მყავს, მაგრამ მალე მინდა შვილი რო გავაჩინო, რომ ამან გაზარდოს შვილი რა და რაღაცები ასე. ხო და სულ ვეუბნები რომ მე მეთქი მამი ხოძე უნდა იყო შენ თავს მიხედა რომ შვილს ქართულად უნდა ისაუბროს და მათემატიკა და ფიზიკა შენ დაასწავლო. თო ძალიან მიყვარს, ძალიან კეთილი. 14 წლის ვიყავი და რაღაცა პატარა ბავშვებისთვის იმავე სკოლაში სადაც დავდიოდი, მერვე კლასი დავამთავრე და რაღაც ბანაკისნაირი პროგრამა იყო, სადაც ვეხმარებოდი მასწავლებლებს და არ მახსოვს შეიძლება $6 იყო საათში თუ რაღაცა, მაგრამ მე და ჩემმა და მე მგონი $500 შევაგროვეთ რაღაცნაირად და დედაჩემს მივეცით ეს ფული რომ აქ რაღაცა ეყიდა ჩვენთვის და რაღაც ბინან რაღაცებზე აგროვებდა და მაგის მერე ჩავედით სხვა შტატში და 16 წლიდან უკვე მახსოვს რომ რესტორანებში სულ მუშაობდი ასისტენტად, სალონებში, ბეიბისიტერად, ბაღში, აი სულ იმიტომ რომ მივხვდი რომ შემიძლია ვიყო დამოუკიდებელი და ნუ ამერიკაში ჩახვედი და იქ უკვე დევნილი აღარ იყავი. ანუ იმ გულისხმობ შეგრძნების თვალსაზრისით, გულისხმობ საზოგადოების რეაქციის თვალსაზრისით. კი და მე ანუ თავისუფლება პირველად, ანუ ამ რაღაცა სიმძიმისგან არ განთავისუფლდი იქ პირველად? ოდნავ კი, მაგრამ ეს ვიგრძანი უფრო რომ უკან დავბრუნდით და მე ჩვენი იდენტობა აღარ იყო ტოლვილები, იყო რომ ესენი ამერიკიდან ჩამოვიდნენ. და აი ჩვენი ჩამოსული ხო, ჩამოსული ხარ, როგორც იქ ამერიკაში ჩამოსული ხარ, იქ ჩამოსული. ანუ ესენი ამერიკიდან ჩამოვიდნენ და ეს დაიწყო ახალი იდენტობა. იქ აი მახსოვს აი წარმოიდგინე შენ აქ ცხოვრობ ხო და რაღაცა უცებ ჩადიხარ UN Plaza-სთან ცხოვრობდით, ანუ UN-ის იგივე ქუჩაზე. და Times Square-ზე რომ მიდიხარ და იქ იყო უდიდესი Toys R Us-ი, რაღაც 5 სართული და რაღაცეები და მე მამაჩემი რაღაც სულ დავყავდით, მე აი ეს ქუჩაში ყოველ კვირას რაღაც გაყიდვები იყო და ეს ყველაფერი ვნახეთ და რაღაცა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ იმავე დროს ვიგრძენი ოდნავ მაინც მიუღებლობა ამერიკაში, ამერიკელებისგანაც და ქართველებიც ვინც იქ გავიცანით, აი სულ ახალი ჩამოსულები რო ვიყავით და ეგ ცალკე ოდნავ ტრამა დამიტოვა, იმიტომ რომ
იქაც მივხვდი რომ იქაც სამტკიცებელი გაქვს რა. სულ ხო რომ აი სულ სამტკიცებელი გაქვს. ხო მთელი ცხოვრება რომ იმ ადგილსადაც ხარ იმსახურებ და არავისი არ არის. და აი მინდა რომ იმათმა მიმიღონ თავის სამეგობროში და ისე კი არ გვიყურებდნენ არამედ აი ვითომ აი equal ვართ რა ანუ შეიძლება ისევ რაღაცა იმას სტილზე არ ვიცმეოდე ან ესეთი გაზრდილები ჯერ არ ვიყავით და აი ეს სულ ან თმას აი ისევ ის მომენტი იყო რომ აი თინეიჯერი რო ხარ რომ ჯერ არ იღებავ რას მაკიაჟი არ იმაშვები და ისე გაცვია სხვანაირად და აი ეს ყოველ სკოლაში მე მგონი 5 სკოლა გამოვცვალე მერვე კლასიდან მე-12-მდე და მე 2 უნივერსიტეტი და მე კიდე ცალკე უნივერსიტეტში წავედი ჟურნალისტიკაზე. ხო და აი სულ აი თითქოს ყოველ წელს ან ყოველი 2 წელი ახალი სახლი, ახალი შტატი, ახალი სკოლა და ყველგან თავისი კულტურა არის და იქ უნდა რაღაცა მოეწყო და დაანახო რომ აი ეხლა როგორ ან ეხლა მიმიღებენ თუ არა და ეხლა როგორ უნდა მოვიქცე. შენ თავს ბოლომდე ვერაცნობი ყოველთვის გაქვს რაღაცა დასამტკიცებელი თან ამავე დროს ვისწავლე აი chameleon რასაც ქვია რომ აი ოკეი ესე იგი ამათან ესე უნდა იყო იმათან ესე უნდა იყო ხო ცვლილებები საკუთარ თავში იმასკენი რა სამსახურში ესე უნდა იყო და აი რაღაცა ვისწავლე რამდენიმე როლში იყავი ერთხეს ხო ბევრი ხო და ამ დროს ყველაზე სირთულე ხო როლებია ან მაგნიღლები ცხოვრება ყველაზე რთულია რა ძალიან და მე მგონი საქართველოში პირველად ჩემ თავს მივეცი იმ საშუალება რომ რაც ხარ ეს ხარ? ხო, რომ აი ეს კლოუნობა კამერაზე და ეს სიცილი და ეს ბავშვური მოქცევა, როგორც მართლა სინდრომში ვარ, ან გინდეს ცოტა დეპრესიები ხანდახან, რომ აი მხოლოდ ვიყო რა და აი it's okay, ანუ პირიქით ესეთი ხალხი ძალიან მომხიბლავია ჩემთვის. მეგობრებიც, ბიჭებიც პირადში, აი სულ ყველაზე ტრავმირებული ბიჭები მომწონს ან ისეთები ვინ ძალიან მხიარულები არიან ან ცოტა ჩაქცევები თუ აქვთ ხასიათში აი ჩემ თავს ხედავ ხო მაგათში და რაღაცა ვაუ მეთქი მოდი რაღაც პირიქით მინდა რომ მაგათ ყოველთვის მივცე ჩემი ყურადღება და ჩემი დრო და სულ ვაგრძნობინო რომ ჩემი equal კი არ არიან ჩემზე მაღლა არიან და ყველაფერს იმსახურებენ საქართველოს დაბრუნება მაინც გადაწყვიტე ხო ამერიკა ხომ ბევრისთვის დღესაც არის რომ აი ყველაზე მაგარი ქვეყანაა და იქ მაინც იქ უნდა წახვიდე ეს არის პიკი ხო ყველაფრის და თუ იქ რაღაცა შეძლე ყველგან შეძლებ და მაინც იქ უნდა დაამტკიცო დედაჩემის შეხედულება ამერიკაზე სულ ესეთი იყო ვერ ვიტყვი ახლა იმას ხო ვერ ვიტყვი რომ აი მე რჩევნა რომ საქართველოში დარჩენილ ვიყავი იმიტომ რომ არ ვიცი როგორი ვიქნებოდი და შეიძლება ძალიან ეგეთი გიჟური ცხოვრება მქონდა და ჩემი სულმობს რომ რაღაც 7 ადამიანების ცხოვრება იცხოვრე უკვე ეგეთ ასაკში, იმიტომ რომ აი იმდენი რაღაცა მაგამოვლილი. ძალიან რთული პერიოდები, მაგრამ ეს ამ პერიოდებმა მასწავლა სხვადასხვა კულტურების, სხვადასხვა ხალხი, ვის როგორი შეფასებები აქვს. და ბოლოს რაღაცა მაინც ჩემი დასკვნა გამოვიტანე, აი როგორც შევეხე ყველაფერს, იმასაც აი ყველაფერს შევეხე მართლა მე ჩემი დასკვნა მაინც გამოვიტანე ის რომ ცოტა ცუდად ჟღერს მაგრამ ამერიკა არ მგონია რომ ჩემი გულის ადამიანს იმსახურებდეს იმიტომ რომ ეს არ არის მაგათი მთავარი ფოკუსი ეს არ არის ის რასაც პატივს ცემენ და რასაც ხედავენ მან უნდა იყო აი ცოტა ის მგელი აი shark შენი გაიტანო, აი ძალიან ბევრი ემპათია და განგრევს, იმიტომ რომ აი სულ ხარ ამ ჰასლში, შენი თავის გაყიდვაში, სტრატეგიულად უნდა ყოველთვის იმეგობრო, იმოქმედო და შეიძლება ეს იყო ჩემი გამოცდილება როგორც გოგო, მე გავიზარდე, მე კლუბები, აი მართლა ყველაფერს სხვა სამსახურების სხვადასხვანაირი ხალხი და როცა აი ყველაფერი რო ნახე და ბედნიერი რომ მაინც არ ვიყავი, აი ვერ ვიყავი მანდ ხალხის აი ვინც გულიანი ხალხი იყო და მე მივხვდი რომ მაინც ქართველებთან მქონდა უფრო შეხება და იყო 1-2 საუკეთესო ჩემი მეგობარი ვისთანაც აი ძალიან ჩემიანები იყვნენ და რაღაც ერთნაირად ვიყავით ჩვენ რაცაც მინდა მე ხაზი გაუწიო იმ მშობლებისთვის ვისაც გონია რომ აი ბავშვის ძალიან ბევრი არის რომ ბავშვს მარტო აგზავნიან აი 17 წლის ასაკში ან უფრო პატარები ზუსტად ვიცი რასაც გადიან და
ამ ყველაფერს ძალიან დიდი ფასი აქვს. ეს ფასი არის მარტოობის და გინდა თუ არ გინდა შენ ჩდები ისეთ გარემოში, სადაც თუ ძალიან ისეთი დაალაგებული ფსიქიკა არ გაქვს და ძალიან კარგად არ გაქვს ნასწავლი ვინ ხარ, რაღაცეებში შეიძლება ფეხი აგიცურდეს და ისეთ რაღაცები გამოსადო, რასაც ბოლოს რაღაცას კვალს სტოვებს. და ეს სიმარტოვე, რაც მე ვნახე, მე მგონი ყველა იმიგრანტში, ვინც იქ ვიყავით, ანუ არ იყო მანდ მნიშვნელობა ელჩის ბავშვი იყავი თუ ვიღაც ჩვეულებრივი იმიგრანტის თუ ისე ჩამოსული, აი ჩვენ რაღაც მე მახსოვს რომ ეს მარტოობის ის ქონდა და რაღაც ჩვენ თავს ვეძებდით, აი რაღაც უსაფრთხოებას ვეძებდით ამ ყველაფერში. და ამას იმიტომ ვამბობ, რომ კი, რა თქმა უნდა, შესაძლებლობები საზღვარგარეთ ყოველთვის არის უფრო კარგი, მაგრამ გაითვალისწინო, რომ ამ ყველაფერს ფასი აქვს და თუ შეიძლება successful გამოვიდეს, მაგრამ სხვა რაღაცები ამას მოყვება. მარიამ სხვათა შორის ჩემს შვილს პირველი ისეთი დეპრესია, კლინიკური დეპრესია, რამაც პანიკური შეტევები და შფოთვები მოტანა, ეს საჯაროდ ერთხელ ნათქვამი აქვს და ამიტომ ვაძლევ თავისუფლებას, რომ ვთქვა, ამერიკაში დაიწყო. ეს დისტანცია, აბსოლუტურად სხვა კულტურა, აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება. შენთვის ეგ გამოცდილებაა და ეგ გარემო გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველოში წამოხვედი? აქ რაც ვიპოვე მე, არის ადამიანობა მართლა. სულ ვიძახი, რომ ქართველებს როგორიც გაგება და როგორიც გული აქვთ, ეგეთი აი ვიღაცა რო შენზე ფიქრობს, ხო? თუნდაც ჩემი გუნდი, ვინც ჩემზე მუშაობს, თუნდაც მეგობრები ან დედა ჩემი ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს აქაურ მიღწევებში და შარშან ძალიან ამაზე ცალკე მოგიყვები, მაგრამ აი ზოგჯერ არის რომ ხო არ არის საჭირო რაღაცა თქვა, ხო, აი რაღაცა იყვირო, რომ hey I need help, აი რაღაცა ცუდად ვარ და აი უფრო ქართველებში მაგას სულ ვხედავ, რომ შეიძლება შეგხედონ და ეგრევე მიხვდნენ რა გჭირს. და ძალიან ცუდად რო ხდებოდი ამერიკაში, აი ყოველჯერზე ჭირდებოდა აქ ჩამოსვლა და გიდ მეგობრები ან დედა ჩემი ან ვიღაცები, აი სულ რაღაცა ნათია მოვალ, ახლა გაემზადე, რაღაც პარკში მივდივართ. ან აი როგორი ლამაზი ხარ, აი ყველაფერს შვებიან იმისთვის, რომ შენ რაღაცა ძალა მოგცენ. ეს ამერიკაში არ არსებობს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სტრესია. ყველა თავის თავზე ფიქრობს, იმიტომ რომ მართლა გადარჩენაზე ხარ იქ და რაღაც შენი მიზნების ასასახად. სადღაც გარბი ხარ. სულ ეს ისევ გადადის იმაში, რომ გრცხვენია ამისირა და უკვე მალავ ამ ყველაფერს, რომ ისევ არ მინდა რომ ყველას დავანახო, რომ ცუდად ვარ და აი მართლა ძალიან ცუდად ვარ. მაგრამ აი რამოდენიმე ქართველი, ვინც გავიცანი ამერიკაში, რო ხდებოდი, რომ ისინიც ესე იყვნენ და აი ეს რომ ხედავდნენ და არანაირი არ სჭირდებოდა არაფერი და მე მაცინებდნენ აი ეს იუმორზე, ჩემი ყველაზე ისეთი წამალია, რომ აი თუ ვიღაცა მაცინებს, აი ეგრევე ყველაფერი კარგად არის და მეც ვცდილობ რომ რაღაცა ყველას გავაცინო და აი ამას რო შვებოდნენ ან რაღაცას მიერეკავდნენ და აი რაღაც პატრონობდნენ ამას ესე უყურებ. მე რო შევძელი აქ ჩამოსვლა და აი ტრავმი არა როგორც დევნილი, არამედ როგორც უკვე მართლა ამერიკელი და რაღაც სხვანაირად, აი სხვანაირად რო შემეხედა თბილისისთვის. მე ყოველ ჩასვლაზე მაინც ცუდად ხდებოდი და აი ეს მჭირდებოდა და მართლა არც ვაპირებდი ადენ ხანსა გაჩერებას. მაგრამ თან ახლა აი გუშინაც ვიყავი სახლში და მეთქი, ანუ აქ ესე გამოდის რომ ცხოვრობ უკვე და ვერც წარმოვიდგინე ბავშვობაში იქის ვიყავი რომ მე საქართველოში ისევ გადავიდოდი რომ ესე სერიოზულად ვიქნებოდი აქ და სულ მაინტერესებს აი წავალ თუ ვაპირება აი მართლა გადავალ უკან თუ აი რას შვები არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ უკვე 2 წელი აქ ვარ. და სტუმრად ჩადიხარ ამერიკაში? თუ არც ჩადიხარ? ჩავდივარ არ წელიწადში 2-3 ჯერ მაინც ჩავდივარ, მაგრამ აი ეხლაც ეს ბინა დავიტოვე ლოს-ანჯელესში. ხან ვიღაცა ცხოვრობს, ხან ესე მქონდა და ბოლოს მივხვდი რომ კაი დავცლი მეთქი იმ ბანას და გადავალ რა და ეხლა ლოს-ანჯელესში რომ ჩავედი, მაინც ტკბილი მოგონებებიც იქაც არ მქონდა რა, აი ცოტა ძალიან დაძაბული ვიყავი, თან მეგობარი ჩამოვიყვანე და მარტო ის მომენტები იყო კარგი რომ მაგას ეხა უხარო და ლოს-ანჯელესის ნახვა, მაგრამ აი მე ყოველ ბლოგში, ყოველ ადგილას რაღაც მაინც ეს მოგონებები რო გაქვს ამდენი და ნიუ-იორკშიც ეს მომენტი მაქვს რომ აი რაღაც ერთი კვირის მერე ისე რაღაც დაცემები მაქვს და უკვე აი აღარ მინდა არაფრის ნახვა. ანუ ქართულ გარემოში რაღაცა კომფორტის მეტი ზონები გაქვს. ძალიან და თან დაბადების დღეზეც ვიყავი ჩასული ჩემ ტყუპისალთან შარშან
და რაღაც ფარსიზე წამიყვანა და ეს ამერიკელები მელაპარაკებიან და მე აი ესე ვთქავარ და რაღაც აი ვერ ვიხსნები და ეს გოგოები მეუბნებიან, ვაუ, რა სერიოზული ხარ, რა ჩუმი ხარ და მეთქი საერთოდ არ ვარ ჩუმი, მაგრამ ანუ არ მინდა და არც მაინტერესებს და მე სადღაც გავიგე ვიღაც ქართველები იყვნენ და ქართველები ხართ მეთქი და კიო და ანუ სრულიად უცხო ხალხი და მაგათან გავატარე უმეტესობა საღამოს და მე აი ვიცინოდი, ვსვავდით რაღაც აი კარგად ვიყავე და აი ეგრევე და აი აღარც მინდოდა რა და ეხლაც მართლა ცუდად ჟღერს, მაგრამ აი ვიღაც ამერიკაში ჩამოძან უცხოელი მეთქი გთხოვ ნუ ლაპარაკებთ და თქვენ მე ამათან მინდა და ესეთი ის მაქვს ახლა ცოტა მომენტი რომ შეიძლება რაღაც დრო არის და 1-2 წელიწადში ისევ გამეხსნას და მომინდეს, მაგრამ ახლა არა ეგ გაქვს. ახლა აქ მინდა. ახლა საქართველოს ყევი შენში. კი. ანუ აპრიორში ფიქრობ რომ შენი მეუღლე ქართველი იქნება. აუცილებლად. იმედია, ანუ ყველა მეუბნება რომ შანსი არა, მაგრამ რატო გონები რომ შანსი არ არის? აი, უთხარი, ყველა ამბობს რომ ვერ გაუძლებო თუ აი რაღაცა მე ძალიან ამ თავისუფლებაზე ხო ძალიან ის ვარ. მართლა გაჭედილი მაქვს რომ აი ვიღაცა თუ რაღაცას შემსხვიდავს, მე უნდა გავიქცე. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბავშვობასთან არის დაკავშირებული. თუნდაც როგორ გავიზარდე და იმ გარემო ან ოჯახი ან მაშინ მენტალიტეტი ძალიან სხვანაირი იყო. და აი ეხლა თუ რამეს ვგრძნობ ისაც რომ აი შიში მეწყება და რაღაც შეიძლება კანკალი მქონდეს. აი რაღაც ფიზიკურ დონეზე twinits უკვე obsession-ში მიდის და რაღაცა ტრავმა ის არის რომ აი ფიზიკური სიფრთხეზე მგონია თუ ვიღაცა ან გაკონტროლება ან judgment-ი თუ იყო და სულ მომწონს ბიჭები ვის avoidant არიან ჩემზე რო ყურადღება არ აქვს და იმათან ვგრძნობ თავს ძალიან თავისუფლად 18 წლის ასაკში უკვე დავიწყე ბიჭების შემჩნევა და მარტო ამერიკელებთან მქონდა შეხება და აი მართლა ყველანაირი კულტურის ბიჭი მომწონდა მაგრამ ბოლოს აი მომწონს რა ეს ქართველები როგორც არიან რა აი ტრავმებიანი და იუმორი და აი ყველაფრიანი მაინც მგონია რომ სახში არის ინგლისურად არ მინდა ვლაპარაკო ანუ მე გამიგონ ინგლისურად მე შეიძლება ინგლისურად ვლაპარაკო მაგრამ ბავშვი მამა ჩემთან რო გაიზარდოს და მე რო უნდა გადაუთარგმნო ქმარი რას ამბობს აი ეს არ მინდა რა და იმედია ვიღაცას ისეთი იქნება ჩემთვის რომ მეც გამიზლოს და მეც რო გავსლო იმედი არ დარწმუნებული ვარ. აი 100%. აქ რა ეტაპებსაც იცი რატო ძალიან მარტივი ამბავია რომ ეგ საბოლოო ჯამში ხო ყველაფრის გარდაქმნა ხდება. ანუ ამ მემიცური კავშირების გარდაქმნაც ხდება, დამოკიდებულებების შეცვლაც ხდება და კომფორტის ზონების შეცვლაც კი ხდება. ჩვენ რო გონია რომ სადღაც თავს ძალიან კარგად გრძნობთ, რაღაცები მე რადიკალურად იცვლება და მოთხოვნებიც გვეცვლება ურთიერთობებში. ეხლა ის ეტაპები, რასაც გადიხარ საქართველოში, შენი ცხოვრება, შენი დილა, შენი შვადღე, შენი საღამო, აი რა ქვია ამ ყველაფერს? როგორ დაასათაურე? I'm happy, აი მართლა აქ ვარ ბედნიერი. ანუ ხა ჩემ პროდიუსერს რო გითხოთ, შარშან ისეთი ჩავარდები მქონდა. იმიტომ რომ აი ეს რო გავარდა რაღაც რილსები, ძალიან რთული პერიოდები მქონდა, რომ დისოციაცია მერთვებოდა და მახსოვს რომ აი სტუდიაში მივდივართ, რაღაცები უნდა თქვა და აზრზე არ ვარ, რა ხდება, ყველაფერი მავიწყდება. მაგრამ მაინც მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ. თან ისეთი ცხოვრება მაქვს, როგორც მე მინდა და თავარია ჩემ საქმეს ვაკეთებ და ეს გუნდიც რო ყავს, რაღაცა მართლა რო რასაც გინდა იმას რო აკეთებ, აი ყოველ დღე მე ვწვიდავ, რა უნდა ჩავწერო და როგორ მინდა და რანაირად მინდა და თუ მინდა ყველაზე კარგ სალონში ვივლი, ან მარტო ტაქსით ვივლი, აი ეს შეზღუდვა რო არ გაქვს, აი ეს survival-ში რო აღარ ებრძვი, როგორც ვთქვათ, ამერიკაში ვებრძოდი, ხო, აი მანდ არის ისეთი რეალობა, რომ ეხლა გაქვს 2-3 სამსახური და აი ყოველ დოლარს ითვლი რა, რაც რა თქმა უნდა მთელ საქართველოს აქვს ეს დღეს. მაგრამ იმდენი გავაკეთე, რომ ძალიან ბევრი ვიშრომე და რა ფულიც შევინახე, ჩემ თავს მივეცი უფლება, რომ იცი რა, ამ შიში კი არ ვიცხოვრებ, რომ იმიტომ რომ უმეტესობა ადამიანი ხომ სამსახურში დადის, იმიტომ რომ ეშინია თავის არში ინვესტიცია ჩადოს. და მე თან რისკი მიყვარს და მეთქი ამ ძალიან რთული პერიოდებისგან რომ გამოვედი, ამ დეპრესია და რაღაცეები, ვთქვი რომ თუ რაც მე მახარებს, მოდი ის გავაკეთოთ და გაწურე ეს ფული დახარჯა, აი რაც გინდა გააკეთე, მხოლოდ იყავი ბედნიერი, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე აი იმ რეჟიმში ცხოვრება, იმ გადარჩენაზე, აი ამ ცენტების დათვლაში, რომ აუ ეხლა მინდა გასვლა, ან ფრჩხილები მინდა და აი ეხლა არ ყოფნის და მოდი აქ სეივინგ გავაკეთო, იქ ტაქსი არ აიღო და მართლა აი
ვეღარ შევძელი და რეალურად მოდი არ მოვატყუოთ მაყურებელს ახალგაზრდა როცა ხარ გოგო და თან ჩემი რეალობა როგორიც იყო სამსახურის აი ისეთი სამსახური რაც მე მინდა ძალიან რთულია მაგის მიღწევა და ყოველთვის რაღაცა ბლოკი ხდება ქალებისგანაც, კაცებისგანაც და ცდილობ რომ შენ ყველაფერი ეს შენით გააკეთო, მაგრამ აი ვინც იგონებს რაღაც ამერიკაში ჩავიდა და აი Hermes-ის like Birkin-ები ან Chanel-ები like მე ძალიან კარგად ვიცი ეს Chanel-ები და ეს ყველაფერი საიდან მოდის. არ არსებობს რომ იმიგრანტი იქ ჩასული რაღაცა ეგრევე ძალიან კარგ მანქანაზე იყოს და ძალიან კარგ ბინაში ცხოვრობდეს და ვითომ რესტორნებში ანუ ამის უკან რაღაცა ყოველთვის დგას და როცა შენ არ გინდა ამ გზაზე წაყვე ნუ ბევრი უნდა იცვალო ძალიან აქ რო ჩამოვედი და რაღაც თან თბილისი პატარაა და მე ძალიან ამბიციური ადამიანი ვარ მაგრამ მეთქი აქ უფრო ადვილია ყველაფერი რა და აი location-იდან 8-დან B-მდე ძალიან ადვილია მისვლა და რაღაცა ურეკავ ჩემ ოპერატორს. აბა დღეს ის გადავიღოთ, აბა დღეს ის გავაკეთოთ და ეს ისე მესიამოვნო რაღაც შევძელი ამ ყველაფრის რეალიზება აქ და მე ხალხსაც რომ მოეწონა რომ ჩემთვის ამ საქმეში ვიპოვე ძალიან დიდი ბედნიერება. შენი თავი ხო არ იპოვე ამ ქვეყანაში თავიდან დაბრუნებით? მაგიტო ხო არ მოგწონს? ან ჩემი თავი გავიხსენე ხო, როგორც ვთქვათ, ვიყავი და ისევ მივეცი ჩემ თავისუფლება რომ ამ პიროვნებას დაუბრუნდე. ანუ აქ ამ ქვეყანამ შენი სწორი რეალიზება შეძლო რა? მე ვიტყვი რომ კი, ანუ რაღაც ძალიან cool რაღაცები გავაკეთე ლოს-ანჯელესში და ნიუ-იორკშიც, აი ძალიან კარგი ხარისხით და დანარჩენებს უკეთებდი რა, ანუ მე შოუებზე მუშაობდი, მე ყოველთვის ვიყავი კამერის უკან, როცა კამერაზეც ვიყავი, მე ძალიან მომწონდა რასაც ვაკეთებდი, მაგრამ მაგას რა აი ძალიან დიდი შრომა სჭირდებოდა და ისე რომ როცა არ მუშაობდა რაღაცა რამოდენიმე საათი გაქვს და რაღაცა ფული დააგროვე რომ აბა გადავიღოთ დავამონტაჟოთ იქ წავიდეთ რაღაცა ვიღაცასთან დავრჩეთ მაგრამ ვამაყობ ერთადერთი რაც აქ შევძელი რომ ხალხმა აქ დააფასა იქ მაინც ვერ გამჩნევა ხო ან რასაც ვაკეთებდი კამერის უკან ვიყავი და შეიძლება მილიონებით ნახვა მქონდა ჩემ რაღაცეებს მაგრამ შენთან იდენტიფიცირება არ ხდება არა აქ ეხლა რაღაც შემიძლია აი ჩემი გავაკეთო და it's cool. ხათუნა ხელია 54 წლის. რამდენი ესე იგი თავიდან ამბობენ რომ წონას შესწრებს რომ იკლებს ქალი იწყებს თავიდან ცხოვრებას, თავიდან იბადება და რამდენი წლის წინ მოხდა ეს როცა თავიდან დაიბადა? 8 წელი გახდება მაისში. აი მე და როგორ შეინარჩუნე? გაცნობიერებული მქონდა რომ რისთვის ვიკეთებდი საერთოდ ოპერაციას, რატო ვიკეთებდი ოპერაციას, იმიტომ რომ შედეგამდე მივსულიყავი და ფსიქოლოგიურად ვიყავი ამისთვის მზად, რომ ეს არ იყო მარტივი და ამიტომ მაინც მერეც დამჭირდებოდა შრომა ამისთვის, რომ შემენარჩუნებდი. ხო, მაგრამ აი 8 წელი ხო რაღაცა ის პერიოდია, რომ შეიძლება ამოვარდნა კონდეს ემოციური. იყო ამოვარდნები მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცნაირად ბრუნდებოდი ისევ იმაში. კი. ანუ რა კარგი მაგალითი ხართ, რომ ადამიანები რომლებიც შიშობენ, რომ აი ბარიატრია, მე წლების შემდეგ ისევ წონაში უბრუნდებიან ადამიანები, თქვენ ხართ ძალიან კარგი მაგალითი, რომ ასე შეიძლება არ მოხდეს თუ სწორათიული. რა თქმა უნდა. თუმცა ამისთვის ძალიან დიდი შრომა ნამდვილად არ ჩამიდია. იმიტომ რომ განსაკუთრებული რეჟიმი კვების ნამდვილად არ მაქვს, უბრალოდ ვიცი რა უნდა რითი უნდა ვიკვებო, რითი არ უნდა ვიკვებო, ვარღვევ კიდეც, მიწევს რატო ესე დარღვევებიც, გამომდინარე ჩემი საქმიანობის განსაკუთრებულად კვება, როგორც ასეთი, ესე რეჟიმი არ მაქვს. რაც არის, იმას ვიღებ, უბრალოდ ვიცი რა დოზით მივიღო და ნუ აი ეს როგორ დავაბალანსო, თავარი ეს არის, რომ მე დავუშვათ მოძრაობა საჭირო, აი რაღაცა ტკბილსაც ვიღებ, ცომსაც ვიღებ, მაგრამ ძალიან ცოტას კი. რამდენი კილო დაიკლე ხარ? საერთო ჯამში მაქვს 60 კილო დაკლებული. და 8 წლის განმავლობაში სტაბილურობა გაქვს. 65 მქონდა, მაგრამ როდესაც იკლებ, მე ეს 5 კილო არაფერი არ არის. და აი უკვე მე ესე სტაბილურად 8 წლის წინ კიდე სხვა სტანდარტები იყო, ძალიან დიდი უნდა ყოფილიყავი, სხვა მონაცემები უნდა ქონდა. დღეს გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდა ეს ოპერაცია და დღეს უკვე ანუ მხოლოდ ჯანმრთელობის მონაცემები არ არის აუცილებელი, თუმცა შენ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემა უკვე ხელის გულზე იყო. იყო ჯანმრთელობის პრობლემა, თუმცა ისედაც მინდოდა, ახლა სარკეში რომ ვიყურებოდი, ახლა რატო უნდა მომწონებოდა, ახლა ის ვისაც ხედავდი, მაგრამ
პრობლემა იყო იქ თუნდაც ჩაცმაზე, თუნდაც განწყობა, ყველაფერი პრობლემა იყო, ასე ვთქვათ. მაგრამ მე მაქვს უბრალოდ ცოტა ისეთი ღიარული ხალისიანი ხასიათი და აი ამით გადამქონდა. ჩემი ცხოვრება ჩათვალეთ, რომ არის წონ გახდომამდე, ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ. აი როგორ იყო? ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ. ოპერაციამდე იყო ოჯახი, შვილების, მათზე ზრუნვა, სულ სხვებზე ზრუნვა. მე საერთოდ არ ვიცი, უბრალოდ სულ მაწუხებდა ეს კითხვა, რომ მე სად ვიყავი საერთოდ. ეს კითხვა როდის გაგიჩნდა? ეს კითხვა გამიჩნდა უკვე, როდესაც დავიკელი. მე ვიპოვე ჩემი თავი, მე ვიპოვე პროფესია, ვიპოვე ბევრი უამრავი საშუალებები რაღაცა ისეთი, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა, ასე ვთქვათ, ჩემს ცხოვრებაში. რამდენად მნიშვნელოვანია თავდაჯერება საკუთარ თავის მოწონებას? აუცილებელია. მე არ ვიცი, აი რადიკალურად შეცვლილი ადამიანი ვარ, ჩათვალეთ რა. თავიდან შექმენი საკუთარ თავი? სულ ვამბობ ამას და ყველას ვეუბნები, რომ არასოდეს არ არის გვიან დაიწყოთ. არასოდეს არ არის გვიან. თუნდაც პროფესია, ხელახლა, არ აქვს მნიშვნელობა ენები, ეხლაც რაც ვიცოდი ხა ბავშვობიდან რაც მახსოვდა ის ინგლისური, ეხლაც ვცდილობ რომ კიდე გავიმყარო. რაღაცების სწავლა მომინდა, რაღაცის აი უფრო ის გაქვს, мотиваცია გაქვს ძალიან დიდი. ცხოვრების სიცოცხლე გიხარია. სარკე მიყვარს, სასწორი მიყვარს. მოკეთ ყველაფერი შემიყვარდა. ნუ პირველ რიგში საკუთარი თავი შემიყვარდა. საუცლებელი დეტალები რა არის, რაც უნდა იცოდეს ნებისმიერ ადამიანმა, რომელიც იკეთებს ბარიატრიის ოპერაციას. აი, ოპერაციის მერე, აი მიხვედი, აბულაძეთან აუცილებლად ბევრს დაგელაპარაკებ და ყველა ყლევაში გიტარებ და ხო ვიცი ახლა მე ბატონი დავითი როგორ უყურებს ამ თემებს. აბსოლუტურად და მეც აღმოჩნდი ხუთოსანი მოსწავლე და აბსოლუტად მივყევი ყველა მის მითითებას. პირველ რიგში რაც უნდა გააცნობიეროს. ველა ვინც გადაწყვეტს ამის გაკეთებას და აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს. ეს არის ის რომ უნდა იცოდეს რომ ეს არ არის всё გაიკეთა და დამთავრდა. ეს ბარიატრია ხო არის მარტივად სტრესის გარეშე დაიკლო დიდი წონა. იმიტომ რომ მანამდე იმდენი დიეტები მქონდა, იმდენი შიმშილობები და 1000 რა ვიცი უბედურება, რამაც მე ორმაგად და სამაგად მომამატებინა წონა და ფაქტიურად მე მივედი კატასტროფა წონამდე. პროცესზე პასუხისმგებლობა უნდა აიღო. აუცილებლად, საერთოდ საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე, ყველაფერს საკუთარი, რაც არის, ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღო. ყველაზე დიდი დისკომფორტი რაც მქონდა, ეს იყო სუფრასთან. აი რა, სულ არჩევანის წინა შევიდექი, რომელი უნდა პრიორიტეტი მიმინიჭებინა რომელიმე საკვებისთვის, იმიტომ რომ ბევრს ვერ ჭამდი, რაღაცა უნდა გეჭამა. ხო, ვერ შევჭამდი. რაღაცა პატარა ის და всё დამთავრდა. აი ეს იყო ჩემთვის. მაღაზიაშიც რო შევდიოდი, მაგალითად, რაღაც უნდა მიყიდა. არ ვიცოდი რა უნდა მეყიდა. თქვენ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამან მოიტანა ახალი ცხოვრება. კი, ნამდვილად მოიტანა. ამას საკუთარი თავი მოიტანა. და რა კარგი მაგალითი ხართ ნებისმიერ ასაკში მოყოფი ქალისთვის, რომ არასოდეს ეს გვიანი არა. ასაკი არ არის ბარიერი. შეიძლება როგორ დაგინახეს გახდომის შემდეგ. ძალიან, რა თქმა უნდა, ძალიან უხარიათ. სულ მამხნევებენ, ყოველთვის გვერდში მიდგანან. ხანდახან მახსენებენ, რომ დეერა საყვარელი იყავი, ის პუტკუნაც. პუტკუჩა? ხო, ძალიან საყვარელი იყავიო და რა ვიცი, ჩემი შვილები არის ჩემი ძალა საერთოდ ისედაც.